საღამომშვიდობისა, ეთერშია ტელე და რადიო ობიექტივი, მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გახლავართ და გავუძღვები პოლიტიკურ ток-შოუს სახელწოდებით მედიის საათი. დღეს ობიექტივის პირდაპირ ეთერში საკმაოდ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი. რამდენიმე წუთში ეთერში გავრცელდება საკმაოდ სენსაციური, სკანდალური ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა მოიპოვა. ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა სკანდალურ ჩვენებას აძლევს მედიაკავშირ ობიექტივს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივ ქმედებებში არაერთხელ არის პირადად მასთან დაკავშირებით შენიშნული. აგრეთვე ჩვენი რესპონდენტი ჯოლოხავა ყვება, რომ სასულიერო პირებზეც მიმდინარეობდა ბაჩო ახალაიას დავალებით შეწოლა და იმასაც ადასტურებს, რომ ხდებოდა ციხიდან პატიმრების გათავისუფლება თუ ისინი შეასრულებდნენ დაკვეთებს, რომელიც მოდიოდა ბაჩო ახალაიას მხრიდან. დღეს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გათავისუფლდეს, ამიტომ მედიაკავშირი ობიექტივი დღეს სენსაციურ ვიდეო ჩანაწერს გაავრცელებს, სენსაციურ ინტერვიუს გაავრცელებს, სადაც პირდაპირ იკვეთება ბაჩო ახალაიას მხრიდან ჩადენილი არაერთი დანაშაული. ამ საქმეში აგრეთვე ყოფილი პროკურორი და ამჟამად დეპუტატი დავით საყვარელიძე დომინირებს, რომელიც პირადად აწამებდა პატიმრებს და გასცემდა ბრძანებებს, რომ სხვადასხვა უკანონო ქმედებები განეხორციელებინათ საშლახსრულებით დაწესებულებებში და მის გარეთ. დღეს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა ინაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო ირმა. გამარჯობა. ჩვენ დღეს სენსაციურ ინფორმაციას გავავრცელებთ ეთერში. მოდით დავიწყოთ თავიდან, როგორ მოიპოვეთ ეს ინტერვიუ და რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც თქვენი რესპონდენტი ახმაურებს. ეს ინტერვიუ დაახლოებით 3 კვირის წინ ჩაიწერა მედიაკავშირ ობიექტივის ოფისში. მოწმის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებდით ამ ინტერვიუს გასაჯაროებისაგან. ყველანაირი ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ მოწმე ყოფილიყო დაცული და პირველ რიგში ამაში გულისხმობ იმას, რომ მე მოწმე უშუალოდ შევახვედრე საქართველოს მთავარ პროკურორს, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თეაწულუკიანს, ასევე ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომლებმაც მიიღეს ბატონი გოდერძი, გულდასმით მოусმინეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენება, ბატონი გოდერძის ჩვენება საფუძვლად დაედება სრულიად ახალ საქმეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და ყველა ის, ვინც ფიქრობს და ვინც ცდილობს, რომ ბაჩო ახალაია გაათავისუფლოს პასუხისგებლობიდან, მიხვდება, რომ ახალაიას ადგილი სწორედ ციხეშია. იმ ციხეში, სადაც ის ჩადიოდა ათობით დანაშაულს და ჩვენ დღეს ამ ინტერვიუს გავრცელებით სწორედ ამ დანაშაულებებზე გვექნება საუბარი. ამ ინტერვიუში მთავარი, რაც არის შოკის მომგვრელი, ეს გახლავთ ის, რომ პატიმრებს ბაჩო ახალაია, ასევე ციხის ადმინისტრაცია ავალებდა სხვა პატიმრების მკვლელობას და ამაზე პირდაპირ იქნება საუბარი ინტერვიუში, რომელსაც რამდენიმე წუთში ჩვენ ტელემაყურებელს შევთავაზებთ. ასევე საუბარია იმაზე, რომ აღიარებითი ჩვენებების მოპოვება როგორ უნდა მომხდარიყო, როგორ უნდა ემუშავა პატიმრების ერთ ნაწილს, ანუ ეგრეთ წოდებულ დავერბოვკებულ პატიმრებს, იმისათვის, რომ ჩვენებები შეეცვალათ, ვთქვათ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს, ასევე მაშინდელი რეჟიმის ოპონენტებს, რომლებიც ციხეებში იმყოფებოდნენ და მიდიოდა როგორი ზეწოლა მათზე, წამების რეფორმებს იყენებდნენ. აქ მთელი შოკის მომგვრელია თქო ეს ინტერვიუ, იმიტომ ვამბობ, რომ ამ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს მოწმე ბატონი გოდერძი, რომ პატიმრებს ავალებდნენ სხვა პატიმრების მოკლას, გაგუდვას, ჩამოხრჩობას და ასე შემდეგ, რომ წაშლილიყო კვალი თითქოს და ციხის ადმინისტრაცია არაფერ შუაში არ არის და ეს პატიმრები მივიდნენ იმ ზომამდე, რომ თავი მოეკლათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ. ბატონი გოდერძი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის სამინისტროს გაითვალისწინონ ამ ჩვენების მნიშვნელობა და უზრუნველყონ მოწმის დაცულობა. ეს არის ხანგრძლივი ინტერვიუ. ის ძალიან საინტერესო იქნება გამოძიებისთვის. საათნახევარზე მეტი არის ეს ინტერვიუ, დეტალურად ყვება ბატონი გოდერძი ყველა სიუჟეტს აღწერს დეტალურად. დასახელებული არის გვარები, სხვადასხვა მწამებლების, ასევე პატიმრების, რომლებიც თანამშრომლობდნენ ციხის ადმინისტრაციასთან, ანუ პირთაწრე არის გამოკვეთილი
ამიტომ ინტერვიუ საინტერესო იქნება გამოძიებისთვის, სრულ ვერსიას ჩვენ რა თქმა უნდა გადავცემთ საგამოძიებო ორგანოებს. მანამდე კი გეტყვით, რომ რამდენიმე ეპიზოდი გამოვყე მე ამ ინტერვიუდან და ეს მინდა დღეს ჩვენ საზოგადოებას წარუდგინოთ. ეპიზოდი პირველი დაახლოებითი სახელწოდება შეურჩიე შეხვედრა ბაჩო ახალაიასთან. ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ ის კონკრეტული დავალებით შეიყვანეს ყინწვისის საქმესთან დაკავებულ ერთ-ერთ პატიმართან და უნდა მიეღწია იმისათვის, რომ ამ პატიმარს აღიარებითი ჩვენება მიეცა. აღიარებითი ჩვენება იმის თაობაზე თითქოს და საქართველოს საპატრიარქო შეთქმულებას გეგმავდა და თითქოს და ეკლესია მონასტრები იარაღით იყო სავსე. და მე მინდა ჩვენ ეტაპობრივად გავყვეთ ამ ინტერვიუს და ვთხოვოთ ჩვენს რეჟისორებს, რომ მოამზადონ რიგით პირველი ფრაგმენტი ინტერვიუდან და შემდეგ მე და თქვენ განვაგრძოთ საუბარი. ბატონი გოდერძის სახე არ არის დაფარული სახელდა გვარს ვინაობას პირდაპირ ასახელებს. სად არის თუ არა ის ვთქვათ მისცეს ჩვენება პროკურატურასაც? რა საუბრის დეტალები მაინტერესებს პროკურორთან და ალბათ თეატრულუკიანთან. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ პატიმრებთან ურთიერთობის ბოლო ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ყველა პატიმარს ვიცავდით და მათ ინტერესებს ვიცავდით პირველ რიგში, ამიტომ ტელემაყურებელს მინდა უთხრა, რომ ჩვენ არ გაგვიწირავს და არც მომავალში არანაირად არ გავწირავთ არც ერთ რესპონდენტს, რომელიც ასეთ ფასეულ ჩვენებას მოგცემს და მისცემს გამოძიებას. რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში შევათანხმე ბატონ გოდერძისთან ის, რომ შეიძლებოდა თუ არა ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ გოდერძის, რომელმაც თანხმობა განაცხადა ინტერვიუს გასაჯაროებაზე და პარალელურად ხაზს უსვამ ჩვენ ველით გამოხმაურებას საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურორმა აღგვითქვა, რომ აუცილებლად დაიკითხება ბატონი გოდერძი, ანუ ამ ინტერვიუს მიეცემა ოფიციალური ჩვენების სახე უახლოეს ხანში. გმირობა შეიძლება ეწოდოს გოდერძი ჯოლოხავას სამქმედებას, როდესაც ის მოდის ობიექტივში და ასე ვთქვათ, ასეთ სენსაციურ განცხადებას აკეთებს, თან მზად არის მისი სახელი და გვარი, მისი სახე საზოგადოებამ იხილოს და პროკურატურასაც მისცეს დამატებით ჩვენებები. პირველი ვიდეო ჩანაწერი ობიექტივის პირდაპირ ეთერში. შენიერ დღეს გამიყვანეს და ვიცოდი, რომ ოფიცერთან ოთახში უნდა მისულიყავი, არა ოფიცერთან მითხრა ზემოთო ადმინისტრაციაშიო, დირექტორის კაბინეტშიო. აქ იყო ახალაია. მე ისა ბაჩო ახალაია. ჩამომართვა ხელი მეგრულად გამომელაპარაკა საიდან. და რა პრობლემა გახდაო? შენა გონიაო, რომ ვინმე გატყუებსო, ან შეიძლება ოლეგის არ დაუჯერეო და რაღაცაო. საქმის ყურში ვარო მე და ყველა ზემდგომი ორგანოები. ეს ასე გავაკეთოთო და აგერ ხელს ჩამოგართმევ, აგერ გართმევ ხელს, რომ იმ წუთზე გარეთ ხარო. ანუ რა გავაკეთოთო? ვათქმევინოთო ამ კაცს, რომ ჩვენი პატრიარქი ამარაგებდა ამათ იარაღით, რუსეთიდან ჩამოტანილი იარაღით, ან ოსეთიდან გადმოტანილით, უნდათ ამბოხი და ლაში მოვიდოდნენ პატრიარ მამაოები ესენი და საქართველო იქნებოდა ეკლესიური მმართველობის ქვეშ 6 თვე. და თუ ამას არ იტყოდა ეს პატიმარი, თქვენ არ გითხეთ ამ ბაჩო ახალაიას, რა უნდა მოგემოქმედათ ამ შემთხვევაში? აი სიკვდილის პირას უნდა დააყენო. ახალაია გეუბნებათ ამას? კი, სიკვდილის პირას უნდა დააყენო. რომ უნდა და ეხლა ჩვენი მხრიდან არ შეიძლებაო, თორე ეგ რა პრობლემა არისო. ჩვენი მხრიდან არ შეიძლება იმან რომ პირი გააღოსო რაღაცაო არ გამოგვივაოდ, ამიტომ ქენიო და საბოდა არ გინდაო, შენო მითხრა მე, შენ შეიძლება არ გჯერაო, თორე აგერო იმხელა სტროგი ქონდაო, ისე დობაში იყო ჩვენთანო, ეს პატიმარიო ისე შევედით დობაშიო, რომ არ გვატყუებდაო არაფერი, რასაც ვეუბნებოდით აკეთებდაო, გადამოწმებებიც ხდებოდაო და დობაში რო შევედითო იმხელა სროგი გავატანეთო, რომ გარეთ იყო დავალებაო და აგერ გეუბნებიო პირდაპირ როგორც თანამშრომელი და ეს მინისტრი და ის არ შემომხედო ჩათვალეო, რომ ძმაკაცები ვართ. მეუფე იობს გადაუჭრაო ტორმოზები, ისიც ამნაირი მაიმუნი არისო, ისიც ამ საქმეში არისო ერთ-ერთი ისა კიდე ამ პატრიარქთან უშუალო ამის მიმტანი მომტანი რა როგორ უნდა ერთი სიტყვით როგორ მითხრა იცი პატრიარქი ავალებდა მეუფე იობს და მეუფე იობი მართავდა ამათ
და ტორმოზები გადაუჭრაო, მაგრამ გადარჩაო ეს შობელ ძაღლი და გინებაც მიაყოლა უკან. და ის პატიმარი ამის გამო გავათავისუფლეთო. კი, გავათავისუფლეთო, მაგრამ ეს პატიმარი არ უთქვია ვინ არის და როგორ არის, მაგრამ შენ რა არისო 3-4 შენ ხელას რო გიქონდაო მაგ პატიმარს. ამ ყველაფერს მეგრულად გეუბნებოდა ბაჩო ახალაია? კი, მეგრულად მეუბნება. ეს თქვენი პირველი შეხვედრა იყო ახალაიასთან? კი, ეს იყო პირველი შეხვედრა. კი. ხო და ქენიო რა, მიდიო ქენიო და ეხლა კი მეთქი, ვიზამ მეთქი. იმიტომ რომ თუ არ იზამო, ამან მითხრა, თუ გვატყუებო, შენაო, თუ გვატყუებო, აქ კოლეგის დაუძახა, გამოიტანო ეგ შკაფიდანო. ამ დაგვარი აპარატი იყო რაღაცა, ოღონდ უფრო პატარაო, ეკრანი რო ეწევა. და უყურეო, აი ვინ ჩვენ გვატყუაო, იმის ცოლები არიანო ესენი. აი ესო ის პატიმრები არიანო, ვინ ჩვენი მოტყუება მოინდომაო, პატიმრებს როგორ აწამებდნენ და ესა. ეს წამება მეც ხო გავიარე იქა და მეც ხო ნახე და რაღაცა, მაგრამ მე რაც გავიარე, ის არაფერი იყო ამ ეტაპზე, რაც მანახა ეხლა კადრებში. მაშინ მოდით მომიყევით და გაიხსენეთ, რა ნახეთ ამ კადრებში? პატიმარს როგორ აუპატიმრებენ დუბინკით. მამაკაც. კი, მამაკაც პატიმარს როგორ წიხლებით ადგანან შიშველს, საერთოდ შიშվել პატიმარს. აი როგორც პარკს, როგორც აცმევენ, სანამ გული არ წაუვა, მერე როგორ აფხიზლებენ და ასეთ უარეს დღეში ჩაგაგდებთ. მოტყუება არ მოინდომო. თუ არ შეგიძლიაო, გითხარიო. და მე შემეშინდა ეხლა ამათ რო უარი უთხრა, რა ინფორმაცია მაქვს უკვე, რა უნდოდათ და ვიცოდი რომ სხვა კამერაში მე არავინ გამიყვანდა. უნდა მოვეკალით ამ შემთხვევაში. თუ უარს ვეტყოდი მე გრძნობდი მაგას რომ მომკლავდი, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია რომ მაქვს, უარს რო ეტყვი, ან თავიდან რატო დავთანხმდი, ან და ეხლა უარზე რო ხარ მომიშორებდნენ. როგორც ხდება. იმ კადრებში რა ნახეთ კიდევ? მეტი რა უნდა მენახა ამაზე უარესი პატიმრის, შიშველი პატიმრის გაუპატივრება, ცემა, პარკით გაგუდვა, სანამ გული არ ისევ აფხიზლებენ და ასეთი თუ გვინდა მოვაფხიზლე, ისეთ შემთხვევაში მოვაფხიზლებდნენ, რომ თუ დანთანხმდებოდა კიდე და თუ არ მოატყუებდა და თუ არა და შეიძლება რამდენი აქვს გასტუმრებული. მე ისიც ნახე, რომ როგორ არის პატიმარი გვამთან დაბმული, მაგრამ ეს გვამი ციხეს აქვს რეზბანიცა უკან. უკაცრავად ეს ნახეთ ვიდეო კადრებში. ეს ვიდეო კადრებში. კი, ეს ვიდეო კადრებში ნახე. და არ შეეცადო ჩვენ ყველას. არა მეთქი პრობლემა არ არის მეთქი, ეხლა მე კამერაში დაბრუნდები თუ არა. ვეცდები რომ ყველანაირი ზეწოლა, ყველანაირი ის განვახორციელო და მე თუ მოითხოვა საჭიროება, მე ის დანასაც უთხარი შენ მარტო ოფიცერს უთხარიო და ყველაფერს მოგცემსო რა. ანუ ბაჩო ახალაია გეუბნებათ. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. ჩვენ მოგცემთ დანასაც. კი, აგერ არის ოლიგ და მოკალი თუ აღიარებას არ გააკეთებს ეს პატიმარი. კი, ან გაგუდე, ან ისეთ ფორმაში, ან თავი ჩამოიხრჩო. მე იქ 1000-ის იწერებაო, შენ არ შეგეშინდეს რომ ვინმე მაგის გულისთვის ან სროგი დაგემატება ან რაღაცაო და შენო თუ დაგჭირდაო საღამო ხან ნებისმიერ დროს დაჟე ოლეგი რო სამსახურში არ იყოსო ხამე ეს ჯერ 24 საათი აქ არისო მაგრამ მაინც გასული რო იყოსო ოჯახში ოფიცერს ეთქვიო მობილურზე დაურეკავსო და იმ წუთში აქ გაჩნდება და კარგი მეთქი ახლა იმიტომ დამთავრდი ამას რომ მე რომ მეთქვა ამას მე ვერ ვიზამეთქი მე მომიშორებდი ეგრევე მომიშორებდნენ ეგ გრძნობდი მაგას წამოვედი საკანში და ახლა ფიქრობდი ჩემთვის უეჭვი ხო მოვატყუე კი ვიზამ ეს ჯერ აქ ლაპარაკში უთხარი ამან ეს უთხარი და ასე მიპასუხა და ამ დროს ეხლა გეუნებიო კიდე ეს ტყუილა კი არ განახეო და ეხლა პროსტო ამ ერთხელ გაპატიებო თქვენ გქონდათ ინფორმაცია სანამ ამ კადრებს ნახავდით რომ ციხეებში პატიმრებს დუბინკით აუპატიურებენ კი ეს ისე პატიმრებისგან და რას ამბობდნენ ეს პატიმრები? რომ არაფერი არ თუ არ დაემორჩილები რაც არის ეს მორჩილებას კიდე რა იყო ვინმე განა რამეს აშავებდა არავინ არაფერს უბრალოდ პირსახოცი არ უნდა გადაკეგიდა სველი დაიბანდი თუ არა იბანავებს და სველი პირსახოცი ტუმბოჩქაში იყროლდებოდა მეორე დილით შეიმშრალებდი ისევ აკროლებული პირსახოცი ისევ ტუმბოჩქაში და ამნაირი რაღაცის გულისთვის მაიკა უნდა გწმოდა აქამდე მკლავიანი ზაფხულში ნასკიც
წვერი დღეში ორჯერ უნდა გეყარდე, აი ელემენტარულზე თორე არავინ არაფერს არ დაშავ. მიყვებით მე ისტორია საიდანაც ჩანს რომ პატიმრებს თვითონ ავალებდნენ სხვა პატიმრების მკვლელობას. სწორად მესმის რასაც მიყვებით? კი. კარგი. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია მოკლეს თუ არა ამ ფორმით რომელიმე პატიმარი? კი, ეს კიდე მეორე შეხვედრა იყო თუ მესამე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს რომ ახალაიასთან და უკვე ახალაიას თქვენ რამდენჯერმე შეხვდით? 3ჯერ. ეს პირველი და კიდე 2ჯერ. მაგრამ მეორეჯერ და მესამეჯერ ახდა მეგისი ხარდავა. და ეს რა არის? ეგე რომ შენ შეიძლება არ დაიჯერო რადიო ხო გაქვს 24 საათი ჩართული ხო გაქვს ხო არ ამგიშლის ზერეკიძე ვიღაცა მე არ ვიცი ეს პატიმარი საერთოდ უბრალოდ ის ვიცი რომ ეხლა ტელევიზორები რო დაუშვეს ციხეში და მაგის შვილი ყველაზე პატარა პოლიტპატიმრად რო აღიარეს აი იმის მამაზე რო იყო საუბარი მე მივხვდი მე იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს კაცი ვინ იყო ესა ჩვენმა კაცმა ვინც რომ მართლა ითანამშრომლაო და არ მოგვატყუაო და რაღაცაო ეგო ჩვენმა კაცმა გააკეთაო და გაუშვითო ბრუნდებით პირდაპირ ეთერში თქვენ ისმენდით ფრაგმენტს ინტერვიუდან რომელიც ირმა ინაშვილმა ჩაწერა ყოფილ პატიმართან გიორგი გოდერძი ჯოლოყავასთან უკაცრავად მე შეძრული ვარ და არ ვიცი ქალბატონო ირმა რა გკითხოთ და როგორ განმოგწო ჩვენი დიალოგი რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს სტუდიის ტელეფონის ნომერს შევახსენებ 238805 ყველაზე საშინელი ის იყო რომ ბაჩო ახალაია და მისი გუნდის წევრები საპატრიარქოზე ახორციელებდნენ თავდასხმებს მეუფე იობის მკვლელობას სადეს თურმე ეს გამოირკვა ინტერვიუს პირველი ნაწილიდან რას ნიშნავდა ეს რატომ უნდათ მეუფე იობის მკვლელობა და რატომ აპირებდნენ ასე ვთქვათ დაედგათ ასეთი სცენარი თითქოს საპატრიარქო ცდილობდა სახელმწიფოს დამხობას და ხელისუფლების ხელში აღებას სამი საყურადღებო მომენტია აი ამ ეპიზოდში რომელიც ჩვენ ერთად ნახეთ პირველი ვრცელ ვერსიაში ნათქვამია რომ პირველად კონტაქტზე ბატონ გოდერძისთან გავიდა ოლეგ ფაცაცია ბატონი გოდერძი წარმოშობით არის სამეგრელოს რეგიონიდან ჩვენ ისედაც გვქონდა ინფორმაცია რომ ციხის ადმინისტრაცია ფაცაცია იგივე ახალაია ძირითად კონტაქტს ამყარებდნენ სამეგრელოს რეგიონიდან წამოსულ პატიმრებთან, იმიტომ რომ მათთან კომუნიკაცია უფრო უადვილდებოდათ, ადვილად მოიპოვებდნენ ინფორმაციას ამ ახალგაზრდების შესახებ, მეგრულ ენაზე მეგრულად ესაუბრებოდნენ მათ და დამსწრეპირებს არ ესმოდათ რა თემებზე მიდის საუბარი, ამიტომ იყო აქცენტი გაკეთებული წარმოშობით სამეგრელოდან პატიმრებზე, რომლებსაც შემდეგ ციხის ადმინისტრაცია ეგوار თანამშრომლობას თავაზობდა და სინამდვილეში კრიმინალურ საქმიანობაში რთავდა და ეს არის ამისი მაგალითი. ჩვენ მოვისმინეთ ამ ჩვენებიდან რომ უშუალოდ ბაჩო ახალაია, რომელიც მივიდა ციხეში, შეხვდა ბატონ გოდერძის და პირდაპირ დაავალა კონკრეტული პრინციპის საქმეზე დაკავებული კონკრეტული პატიმრისაგან მიიღო აღიარებითი ჩვენება თითქოს და საქართველოს პატრიარქი და მეუფე იობი აწყობდნენ შეთქმულებას აი ესეთი ჩვენება უნდა მიიღოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ და თუ ამ ჩვენებას ვერ მიიღებდა ბატონი გოდერძი ასევე ახალაიამ უთხრა რომ შენ მაშინ უნდა იზრუნო ამ ადამიანის მოკლაზე გაგუდე გამოიყენე ნებისმიერი ფორმა წამების დანარჩენ მოგცემთ ესეც უთხრა დანარჩენ მოგცემთ ეს ყველაფერი არის ძალიან დამაფიქრებელი და მე მგონი გამოძიება მიაქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას მეორე რაც არის საყურადღებო აი ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატიმარს აყურებინეს ვიდეო და აჩვენეს კადრები როგორ აუპატიურებენ ეგრეთ წოდებული დუბინკით შიშველ პატიმრებს მამაკაც პატიმრებს და უთხრეს რომ თუ შენ არ იმუშავებ ზეწოლას არ მოახდენ შენ თანასაკნელ პატიმარზე და არ მოაცემინებ აღიარების ჩვენებას და ბოლოს არ მოკლავ თუ ესეთი ჩვენება არ მიიღე მაშინ იცოდე რომ იგივე გელის შენც ანუ დააშინეს მაგრამ თავარ ამეს ვიგებთ ჩვენ რასაც მე ამდენი წელია ვამტკიცებ რომ არსებობდა არადაწუნებული კადრები რომელიც პირდაპირ მიდიოდა ბაჩო ახალაიასთან და მიხეილ სააკაშვილთან და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ არადაწუნებული კადრების შესახებ დაიწყოს ძიება სად არის ეს კადრები და ეს ვიდეო მასალა
სად არის დღეს, ვისთან ინახება. იმიტომ რომ კადრები, რომლებიც გავცელდა გახმაურებული ციხის კადრები, ეს როგორც ცნობილი არის დაწუნებული მასალა, რომელსაც ყურადღება არ მიაქცია ციხის ადმინისტრაციამ. ბატონი გოდერძის ამ ინტერვიუდან, ამ ნაწილიდან ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე არსებობდა ასეთი მასალა, რასაც ახალაია იღებდა და მთელი არქივია, ხო? ბევრად უფრო მძიმე მასალები იქნება ალბათ. ანუ იქ ჩვენ გვაჩვენესო, როგორ გუდავდნენ პატიმარს თავზე, როგორ აცვამდნენ პარკს, როგორ აწამებდნენ. შემდეგ მე ვნახე, როგორ იყო პატიმარი მიბმული გვამთანო. დასაწყისში იმაზე წყვებოდა, რომ მეუღლეებს და ოჯახის წევრებს აუპატიურებდნენ. მოკლედ ძალიან მძიმე საკითხებია რადიო მსმენელს. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, პატიმარი ზერეკიძე, გიორგი ზერეკიძის მამა, ჩვენ ვიცით, რომ გავრცელებული ვერსიის თანახმად ზერეკიძეს დენმა დაარტყა, რაღაც ეს ამდაგვარი ვერსია იყო, თუ არ ვცდები. ბატონი გოდერძი, ანუ რესპონდენტი, ჩემი რესპონდენტი პირდაპირ ამტკიცებს, რომ აქ მას ინფორმაცია, რომ მოკლულია ზერეკიძე. და მე მგონი ამ საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და დაიკითხონ შესაბამისი პირები, პირთაწვე გამოკვეთილია, ყველას ასახელებს ბატონი გოდერძი და იმედია გამოძიება მიიღებს სათანადო შედეგებს. უდიდესი მნიშვნელობის ჩვენება მოიპოვეთ ქალბატონო ირმა და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიეცემა ამ საქმის მსვლელობა და პროკურატურაში დაიკითხება გოდერძი ჯოლოყავა. რადიო მსმენელი თუ ტელემაყურებელი გველოდება, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა ქალბატონო ირმა, დიდი მოწიწებით და პატივისცემით. გამარჯობა. აი უსმენთ და მაგანგალებს კაცო, ეს საქართველოში ხდება ჩემო ძვირფასებო, ეს ჩვენ ქვეყანაში ხდება ხალხო, ეს რა არის? საუბედურობა. აი ხლა აი რა მინდა გითხრა, არ უნდა გამოუშვა, ეგ არა კაცი, ეგ ახალაია და ვინც არიან, ესე იგი აი ვერ ვლაპარაკობ დიდი ბოდიში რა ჩემო ირმა, კარგად იყავით, მაგ კაცს ალბათ გაფრთხილება უნდა თქვენი ტირიმე, კარგად იყავით რა. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მე როდესაც ბატონი გოდერძი პირადად შევახვედრე საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და ასევე საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს პირველ რიგში ვთხოვე მათ დაცვის უზრუნველყოფა ბატონი გოდერძისთვის და იმედია გაითვალისწინებენ ამას, რომ ასეთი მნიშვნელობის მოწმე ყოველთვის არის დასაცავი. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ამ ვრცელ ინტერვიუში არის ძალიან ბევრი ფაქტი თვითონ წამების რეფორმებს მიმართავდა ციხის ადმინისტრაცია და როგორ რთავდნენ თვითონ პატიმრებს, როგორ ზრდიდნენ ჯალათებად და რა დავალებებს აძლევდნენ და როგორ ეუბნევიან, რომ შენ უნდა გაანადგურო ესა თუ ის პატიმარი. მე მგონი სრულიად ახალ თემასთანა გვაქვს ჩვენ საქმე და სრულიად ახალი ბრალდება იკვეთება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და სრულიად ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მე ამ გადაცემის შემდეგ მიმართავ სათანადო ორგანოებს, რომ გათვალისწინებული იყოს ინფორმაცია, ეს ინტერვიუ, რომელსაც დღეს ჩვენ ვასაჯაროებთ და სასწრაფოდ აღიძრას ახალი საქმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, ბაჩო ახალაიას გათავისუფლებაზეც კი არის საუბარი საზოგადოებაში. ილია, ზუსტად იმიტომ გადავწყვიტე მე ამ ინტერვიუს ეთერში გაშვება უკაცრავად გაგაწყვეტინე. ზუსტად იმიტომ მე ვთხოვე ბატონ გოდერძის ნება დაერთო, რომ ეს ინტერვიუ ეთერში გაგვეშვა ჩვენ, რომ ძალიან აქტიურად ბოლო დღეების განმავლობაში მიდის საუბარი იმაზე, რომ ბაჩო ახალაია 28 თებერვალს უნდა გაათავისუფლონ სასამართლო პროცესიდან. მე ადრეც ვთქვი ჩვენს გადაცემაში და ახლაც ვამბობ, ბაჩო ახალაიას ისეთი სადისტური დანაშაულებები აქვს ჩადენილი. იმდენი ფაქტია და იმდენი მოწმეა და ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც არის ამისი ერთი ნათელი მაგალითი, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში და არავითარი მისი გათავისუფლება არ არის დასაშვები რო იტყვიან. სწორად აღნიშნა რადიო მსმენელმა, ნუ თუ ეს მართლა საქართველოში ხდებოდა, ადამიანების ასე ერთი ხელის მოსმით მკვლელობა, მიცვალებულთან დაბმა, წამება, აი იმდენად დავიბენი და აღშვოთი ამ ინტერვიუს შემდეგ, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა. როგორ შეიძლება ეს საქართველოში ხდებოდეს? სად გაიზარდნენ? ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი სადისტები. და ის რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში, ეს იყო სადიზმი. მე როცა ვიყავი ბრიუსელში, მაშინ ჩავერთე მე-9 არხს მახსოვს და თქვი, რომ ყველა დამნაშავე დაწყებული რიგითი მწამებლიდან, რომელიც ამ დუბინკას თუ რაღაცა იარაღს ხმარობდა და აუპატიურებდა პატიმრებს, ის უნდა იყოს დასჯილი, სასტიკად დასჯილი.
არავითარი დანდობა არ უნდა იყოს ამ კუთხით, იმიტომ რომ მან ჩაიდინა დანაშაული, სასტიკი დანაშაული და ასეთივე უნდა იყოს ადეკვატური დასჯა. გასაკვირველია. კიდევ ერთი ზარია და შემდეგ ინტერვიუს მეორე ნაწილს ვიხილავთ ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა გენაცვალა, საღამომშვიდობისა. მე არ ვიცი, დაშოკილი ვარ პირდაპირ აი ამ საღამოს ახლა ჩავთ ტელევიზორი. ალო? გისმენთ. თქვენი მაყურებელი ვარ. და ძალიან არ ვიცი ენა ვეღარ მიტრიალდება იმ მამაკაცის არ იყო შემზე წინ ვინც იყო ეხლა ენა ვერ მიტრიალდება ნუ თუ მართლა ეს ჩვენთან საქართველოში ქართულ ადამიანს შეუძლია რომ ეს გააკეთოს ციხეში დაიჭირეს ხო იმას ხო მიუძღეს თავისი იმან ხო უნდა მოიხადოს თავისი რაღაც აღკლავ თუ მოსაკლავია კანონი აღარ არის დახვრეტისა და თუ მოსაკლავია გარეთ მოკლან რაღაც შიგნით აწამებენ და ესე სულ ხდიან ამ პატიმრებს ეგ ერთი მეორე ისა ქალბატონო ირმა შენ შემოგევლე აი არ ვიცი რა გიწოდო ვინ გიწოდო ვინ ახარ აი გმერი წოდება არ არსებობს რომ თქვენ მოგანიჭოთ ჟურნალისტი ვარ და ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ ქალბატონო კი ბატონო აი თქვენ ამზადებთ ამას ყველაფერს აი ვცდილობთ მოიპოვებთ ამ ყველაფერს მაგრამ რა გინდა აი რა გინდა ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ სატელეფონო ზარისთვის, სხვათა შორის ძალიან საინტერესო და ადეკვატური შეკითხვა დასვით თქვენ და შევეცდებით ამაზეც კი პასუხოთ. Skype-ით გვიკავშირდებიან და მოდით ინტერნეტ მაყურებელს თუ მსმენელს. საღამომშვიდობისა, გისმენთ. გამარჯობა გესალმებით. გამარჯობა. ვეთანხმები იმ ქალს, გაიხარე ირმა, თქვენ და აი არ ვიცი მე რა სულ ყველა მთელმა ობიექტივმა აი ამდენი კადრები დადეთ, ამდენი ყველაფერი ნახეთ და კიდე განთავისუფლებაზეა მაგ ნაძირალის ლაპარაკი და ძალიან გთხოვთ აგვიხსენით ეს კადრი მაინც მოახდეს რამეზე გავლენას უკვე მართლა დავიღალეთ რა ამდენი ჯერ ის იყო ეს გიგი უგულავა შეარტრიეს გამოატრიეს განთავისუფლებს ეხლა კიდე იმის განთავისუფლება უნდა აგვიხსენით ირმა შეიძლება ამითი რომ მოხდეს მაგათი ჩაყუდობა და ჩასიკუდილება დიდი მადლობა გასაგებია თქვენი მოსაზრება მე მინდა შესავალი გაუკეთო ეპიზოდს რომელსაც ეხლა ვნახავთ ეს არის მეორე ფრაგმენტი ინტერვიუდან აქ საუბარია იმაზე რომ უკვე ბატონ გოდერძის ციხის ადმინისტრაცია სთავაზობდა სხვადასხვა პატიმრებთან მუშაობას. ნუ პირველ ეპიზოდში ჩვენ ვნახეთ, რომ მას დაავალეს ემუშავა, ზემოქმედება მოეხდინა ყინწვისის საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პატიმარზე, რომლისგანაც უნდა მიეღო აღიარება. შემდეგი ეპიზოდი ეხება სხვა პატიმრის ისტორიას. ეს არის კოჭოია, ესე იცნობს მას ჩვენი ტელემაყურებელი. ცნობილი გახმაურებული შეკერილი პირდაპირ ვთქვათ საქმე ტერორისტების შესახებ თითქოს და სადაც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი გაწირეს აი პირდაპირ შეიძლება ეს ითქვას და გამოიყვანეს ტერორისტად რომელსაც უნდა აეფეთქებინა თითქოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და უკვე ბატონ გოდერძის ავალებენ აი ამ ეპიზოდიდან ჩვენ ვნახავთ რომ იმუშაოს კოჭოიასთან და კოჭოიაზე იმისათვის რომ მისგან მიიღოს აღიარებითი ჩვენება თითქოს ის იყო ტერორისტი. აი ამაზეა საუბარი, ანუ მეორე ეპიზოდი ეხება ბატონი გოდერძისა და კოჭოიას ურთიერთობის თემას და ჩვენ ვნახავთ რა დანაშაულებებთან გვაქვს აქაც საქმე, ანუ რას ავალებდნენ მას და უკვე ამ ეპიზოდში შემოდის მოქმედი დეპუტატის დავით საყვარელიძის გვარი და სახელიც. მოდით ვნახოთ ეს ეპიზოდი და შემდეგ სატელეფონო ზარებსაც რა თქმა უნდა შემოვიყვანთ ეთერში. თქვენი ინფორმაციით იყო ნაწამები კოჭოია? კი, კოჭოია იყო ნაწამები. რატო აღიარე მეთქი? მე რო დღე გავიარეო, შენ რა იციო? აი თქვენს ხო გაწამებდნენო. მოდიოდნენო. მეგისაო, მეგისას ჩამომიყვანაო საერთოდ იქ რო გადმომიყვანესო ენგურის იმაზე ფონში, დინარეს ის ჩორნი ხოდებით. იმის მერე მეგისამ ჩამიბარაო და მეგისამ ჩამომიყვანო თბილისში წამება. ციხეში მოდიოდნენ. კალიასკაში იყო, რეზბანიცაზე იყო, სისხლისგან დასცილი და აწამებდნენ. ზედ კალიასკაზე, სადაც ისჯდა იქ, პასტას უყრიდნენ. ეს საყვარელიძე და ვიღაც გამომძიებელი ქალი.
ვინ საყვარელიძეზე საუბრობთ ახლა თქვენ? რომელ საყვარელიძეზე? ყოფილი პროკურორის მოადგილე დათო საყვარელიძე. რომელიც ახლა მოქმედი ეხლა არის დეპუტატია. დეპუტატი. კი ბატონო. და რას აკეთებდა საყვარელიძე? აი პასტას მიყრიდაო ნატყვიარებში. ამას გიყვებათ თქვენი თანამესაკნე. კი, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ნუ თუ ეგეთი რაღაცა ახლა არ მჯეროდა. სანამ მე არ შევესწარი მე ფაქტებს და სანამ მე არ გამეკეთეს იგივე წამებები, მანამდე არ მჯეროდა კიდე. და ამასო ვერ გაუძლებდიო. თანაცო ჩემმა ადვოკატმა მითხრაო, აღიარეო და გამოგიყვანო. ხო და ბოლოს ადვოკატი შემომიტრიალდაო და რატო აღიარეო ისაო ეს სააპელაციო სუდი რო წავიდა იმის მერე ისა შენ კი არა ხალხს ისე აწამებენ ბოდიში და ძუძვებით კიდებდნენ ლომზეო და ისინი არ აღიარებენ და შენ რატო ამა უთხრა ახლა ადვოკატის არ იყო თავისი იმიტომ რომ მამამის ეს ადვოკატი როგორც მე ვიცი და ეს ვიცი სწორად და დაზუსტებული ინფორმაცია ადვოკატი ომნებოდა შენ შვილთან ვიყავი დღეს შენ შვილთან ვიყავი გუშინძმა ეს იყო ტყუილი ამ კოჭოიას არ არეკინებდნენ სასამართლო დამთავრებული ხო იყო, მაგრამ არ არეკინებდნენ, მაგრამ რომ მოვიდოდა სახალხო დამწირე, კი, მარეკე, ეს უნდა მე უთხარი, თორემ მოკლავენ. ამის მერე დაიწყო კოჭოიას სასამართლო პროცესი, სააპელაციო სასამართლო პროცესი. ამის მერე ისე მოვიდა ახალაია, კოჭოიას საქმეზე მოვიდა ორჯერ, მეგისიც, ერთხელ იყო მეგისი ამ კოჭოიას საქმე. ანუ კოჭოიასაც უნდა ეღიარებინა დამნაშავე ვარ ამერიკის საელჩო მე დავდევი ბომბი იქ ზუგდიდშიც მე დავდევი და ყველა რასაც ესენი ეუბნებოდნენ ეღიარებინა თუ არა და წამლითაც კი მოვწამლავთო ამასო მარა ისა ექსპერტიზა დაამტკიცებსო მაგრამ ჯერ ამის მოკლა არ არისო აუცილებელია ჯერ ამან ჩვენება უნდა მისცესო ყველა ვარიანტში აღიარებით მე მოვიშოროთ თქვენ ნანახი ყავთ ეს დეპუტატი საყვარელიძე ეხლანდელი დეპუტატი საყვარელიძე ციხეში კი ნანახი მყავს კი არა ნაწამები ვწყავარ ვის ყავხართ ნაწამები აი დეპუტატს მოყავდა 4 ეხლანდელ დეპუტატს ყოფილ პროკურორს 4-5 კაცი მოყავდა და რო დაგვაგდებდნენ ესა ძირსო დაგვაგდებდა მე ან ქუსლით ან იმით და მანამდე უყურებდა ფეხზე გადადებული მაგიდაზე ელაგა და გვიყურებდა ეს ხდებოდა გლდანის მერვე დირექტორის კაბინეტში ხან დირექტორის კაბინეტში ხან სათათბირო დარბაზში ეს ხდებოდა ღამის 3 საათი მაგისტრის არ იყო 4 2 პირველი უფრო ღამის საათებში თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ ჩვენება მიცეთ პროკურატურას კი ბატონო პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე ყოფილი, იღებდა და დაწამებდა პატიმრებს. ამაზე დიდი საოცრება, ალბათ არაფერია და ამაზე დიდი საშინელი ფაქტი. კოჭოიას აწამებდნენ აგრეთვე ჩვენს რესპონდენტს გოდერძი ჯოლოყავას მიაყენის ფიზიკური შეურაცხყოფა. პირადად ეს ადამიანი აკეთებდა ამას და შეიძლება არ არის დასჭილი, ხომ როგორც ვიცი. ამ ეპიზოდში პირდაპირ ასახელებს ბატონი გოდერძი იმ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ კოჭოიას. მე ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს კოჭოიას დაკითხვა. ყოლბაია გვარად თუ არ ვწდები ეს პატიმარი, უნდა მოგცეს მან ჩვენება, მიცეს უბრალოდ გამოძიებას ჩვენება, რა ხდებოდა მართლა და ეხლა ვითარება, რა თქმა უნდა, შეცვლილია ვითარება ციხეებშიც. და მე მგონი თავისუფლად შეძლებს ეს პატიმარი თავისუფლად მიცეს გამოძიებას ჩვენება და მან დაასახელოს ის პირები ვინც აწამებდა რამდენადაც მე ვიცი კოჭოიას სასტიკად უსწორდებოდნენ ნუ სასტიკი ფორმებით აწამებდნენ წამების ამ ფორმებზე მე არ მინდა ახლა შეგნებულად საუბარი იმიტომ რომ პატიმარი არ არის დაკითხული და აუცილებლად უნდა დაიკითხოს და ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება რეალურად რა ხდებოდა. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად კოჭოიას საქმესთან დაკავშირებით იქ იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი ადვოკატი არ რეაგირებდა კოჭოიას დახმარების კუთხით. მე მინდა ვთქვა, რომ ეს აქ არ მოიაზრება, ნამდვილად არ მოიაზრება ბატონი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში პირიქით. გელა ნიკოლაიშვილი ეხმარებოდა კოჭოიას იმისათვის, რომ მას სიმართლე დაემტკიცებინა და რაღაცნაირად ეს ადამიანი ყოფილიყო დაცული და ბატონ გელას ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ ეთერში და ამ კუთხით და ამ თემაზე აუცილებლად მასთან ერთად ვისაუბრებთ.
რა უნდა იყოს იმაზე უფრო მძიმე მოსასმენი, როდესაც ისმენ საქართველოს მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე ღამის 3-4 საათზე შედიოდა ციხეში, ხას ვუსვამთ ჩვენ შედიოდა, როგორც მოწმენდა ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, ზონდერებთან ერთად და ის ციხის უფროსის ოთახში ხდებოდა პატიმრებს, ცემდა, აცემინებდა და თვითონაც ცემდა, ანუ თვითონაც მონაწილეობდა ამ პროცესში. მე ხას უსვამ ამას აცხადებს ჩემი რესპონდენტი, უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება და თუ ეს მართლაც ასე იყო და დადასტურდა ეს ყველაფერი და ხა ბატონი გოდერძი მის მაგალითზე ამბობს, რომ პირადად საყვარელიძე გაუსწორდა ხო მას, მაშინ აუცილებლად უნდა აღიზრას ასევე საქმე დეპუტატ საყვარელიძის წინააღმდეგ და მოდით ზარს უპასუხოთ და კიდევ ამ თემაზე მე განვაგრძობ საუბარს. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ალო, გისმენთ ბატონო? გამარჯობა. მე არ ვიცი აქამდე მე მოგესალმებით. მე ქალბატონ ინასთან რაღაც შეკითხვებს თითქოს დალაგებული მქონდა აზრი სანამ შევიდოდეთ. მაგრამ ეხლა ისე ამერია გონება სული მაქვს შეკრული. მე არ ვიცი იქ ბატონმა იკითხა ეს ნუთუ საქართველოში ხდება, მაგრამ მე მგონი ჩვენ არ შემდგარი ნაცია ვართ ალბათ. ჩვენ ნაცია არა ვართ. ჩვენ რომ ამას ავიტანთ, რასაც ეხლა თქვენ ლაპარაკობთ, თქვენ შემოგევლეთ. სისხლი გამიშრა დედას კეთიცები ამ ხმის ადამიანს და ჩვენ ნაცია არა ვართ. ჩვენ რაღაცა წარმონაქმნი ვართ უკვე რომ აი ამ ყველაფერს ამას ვისმენთ და ზივართ სახლში რესტორანში და ვითომ ეს არაფერი არ ხდება. ჩვენ თავს ამ დროს გამოდიან სულში ვაფურთხებენ კიდევ ხელახლა არის რაღაც მარაზმები ქუჩაში და მათი არ ვიცი მე მაგალითად თქვენ ჩემო ამაზო ქალბატონო მე მაიარც კნეთელის თინა ვაშლოვნელის გვერდით შემიძლია რომ მოგიხსენიოთ თქვენ ხართ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ვაჟკაცი ადამიანი ბევრ მამაკაცზე მეტი ვაჟკაცი ადამიანი და თქვენ ღმერთმა გაგაძლებინოთ აი არ ვიცი როგორ გაუკვირდა იმ კაცს კიდეს ნუ ქართველები როდესაც ზვიად გამსახურდიას დახატვის ქულისთვის ხატვას ცოცხალს აუწიეს კლავი და მარჯვენი მოაჭრეს ბეჭის სახსარში როდესაც მოკლული შვილის თვალი დედას გადააყლაპეს ეს ხო ქართველმა კნა ჩვენ რატომ ვეძებთ რომ ვინმე ფეხით აბურთავა ჩვენი გვამები როცა ჩვენ თვითონ ერთმანეთის გვამებზე ვიარეთ აი ამ 23 წლის დიდი მადლობა სკაიპით მაყურებელი თუ მსმენელი გველოდება მასაც მოусმინოთ არ ვალოდინოთ და შემდეგ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ პროფესიულ მოვალეობას ხაზე მინდა გავუსვა იმას რომ ჩვენ ნამდვილად არ მიგვაჩნია ჩვენი თავები გმირებად გმირობა სულ სხვა განზომილებაა და ჩვენ ვფიქრობთ რომ უბრალოდ ვართ ჟურნალისტები და ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე ყველაფერი იმაზე რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ასევე რაც ხდება და რაც მომავალში მოხდება. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ, ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. მოგესალმებით. რასაც აკეთებთ, მართლა გმირობა არის, ამას ორი აზრი არ არსებობს ამაზე. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს მე. აი ყველაფერი ამას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჯერ აი ჩვენ პროკურორსა თუ შინაგან საქმეთა მინისტრს და თუ გნებავთ პარლამენტის წევრებს. ჯერათ ეს ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ. მე დარწმუნებული ვარ რომ მაგათ არაფერი არავის არ ჯერათ და ზუსტად იმას აკეთებენ რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. გასაგებია თქვენი აზრი. დაასრულეთ ხომ? გაითიშა მგონი 2-388-105 კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენი სატელეფონო ზარი და ვთხოვთ ჩვენს რეჟისორებს ყველა ზარი ეთერში, იმიტომ რომ საზოგადოების მოსაზრებების მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ დროს, როცა ჩვენ ესეთ მნიშვნელოვან ინტერვიუს ვაქვეყნებთ. ზარი კიდევ ერთი ეთერში და განვაგრძოთ საუბარი ილია. გისმენთ? შეიძლება? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით.
მე მიგვიეს რატო ხართ ესე გაკვირვებული? გაიხსენეთ რა საკეთებდნენ ქრისტიანები ამერიკაში და ავსტრალიაში. როგორ წვამდნენ ხალხს? კარგად ბრძანდებოდეთ. საშინელება ძალიან ბევრი ხდებოდა და მოხდება ალბათ კიდევაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს საქართველოში ხდებოდა რამდენიმე კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, საპატრიარქოზე ხორციელდებოდა თავდასხმები, ეპისკოპოსის მოკლა უნდათ, ნუ თუ არ უნდა გაგვიკვირდეს ეს, რომ საქართველოში ხდება. ბატონო ირმა, რა სიტყვით ჩქავ ბატონო? როდესაც აი ეს ფრაგმენტი მოვისმინე ინტერვიუდან, სადაც ბატონი გოდერძი იხსენებს თუ როგორ მიიღო მან ინფორმაცია პატიმრის შესახებ, რომელსაც ციხის ადმინისტრაციამ სხვათა შორის და ბაჩო ახალაიამ დაავალეს წყობრიდან გამოეყვანა მეუფე იობის ავტომანქანა და დაეზიანებინა ისა, რადგან ხელოვნური ავარია მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მე რა თქმა უნდა არ მახსოვდა, იცი და დავინტერესდი მართლა მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი და შემდეგ დამიდასტურეს, რომ კი მართლაც მოხდა ასეთი რამ და მეუფეიობის მანქანა მართლაც იყო დაზიანებული. აი ამ ეპიზოდში საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი იგეგმებოდა თურმე ციხეში და ამას გეგმავდა ბაჩო ახალაია. ამაზე საუბრობს ჩემი ინტერვიუს რესპონდენტი. კიდევ ერთი ზარია მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა დგენაცვალე. აი ახლა რომ კაცი გამოვარდა ტელევიზორში უნამუსო კაცი. რა გიკვირთო, რაც მოხდაო? მაგას ჭკუა აქ თავში, მაგას რამე მოეკითხება. კარგი, ძალიან გთხოვთ. ნუ გადავალთ ერთმანეთში დაპირისპირებებზე. საერთოდ. ეს რა აზრები და ქრისტიანები სულელი ვიღაცა ხალბატონო შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ერთმანეთს. ძალიან გთხოვ და პოლემიკაში ნუ შევალთ, გადაცემის თემაზე ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დღეს ჩვენ ეთერში ვაჩვენეთ ორი ეპიზოდი ვრცელი ინტერვიუდან, სადაც ყოფილი პატიმარი საუბრობს იმაზე, თუ რას ავალებდა მას ბაჩო ახალაია, ოლეგ ფაცაცია, ყაჭეიშვილიც ფიგურირებს ამ საქმეში. საუბარი ეხება იმას, რომ ბაჩო ახალაია, ციხის ადმინისტრაცია პატიმართა ერთ ჯგუფს ავალებდა სხვა პატიმრების მკვლელობას, ლიკვიდაციას. აი ამაზე მიდის საუბარი, ეს არის მართლაც ახალი ინფორმაცია და მონაპოვარი, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი ინფორმაცია მედია სივრცეში არ გავრცელებულა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და არის ცოცხალი მოწმე, რომელიც ასახელებს პირთა წრეს, ასახელებს კონკრეტულ დანაშაულებებს და მზად არის, რომ მან ჩვენება მიცეს გამოძიებას. აი ეს არის რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს რეჟისორებს, ყველას არის ეთერში, იმიტომ რომ ნიშნულოვანია საზოგადოებამ დააფიქსიროს მისი პოზიცია. აი კიდევ ერთი მაყურებელი თუ მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, საღამო მშვიდობის. მოგესალმებით, ქალბატონო ირმა, ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან გთხოვთ, ნუ იძახით, რომ არა ხართ გმირი, იმიტომ რომ თქვენ ამას ყველაფერს აკეთებთ თქვენი საკუთარი სიცოცხლისა და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად. ეს ძალიან კარგად გაიგოს ყველამ. ზუსტად ეს არის გმირობა. ყველა ჟურნალისტი ვერ გააკეთებს ამას, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს ერთი და ეხლა რა მინდა გითხრათ. აი პირდაპირ გაგიჟებული ვარ, აი არ ვიცი რა გავაკეთო. რა გამოდის, რომ ნახევარი საქართველო ყოფილა სადისტები და ნახევარი საქართველო ყოფილა წამებული ხალხი. ესე იგი, იქნებ მართლა გასაწყვეტი ერი ვართ, რა მაგას ფიქრობ, როგორ მშურს სომხების, როგორი დიდებული ხალხი ყოფილა ეს სომხები რა, აი გაგიჟებული ვარ პირდაპირ. და კიდე რა მაინტერესებს, ისი კარგი ეს ყველაფერი, ეს ფაქტები, ყველაფერი მოწმეები, ეხლა შეიტანენ თქვათ პროკურატურაში, დაიბარებენ ამებს მოწმის სახით, იტყვიან არა, არ გაგვიკეთებია, გამოუშვებენ ისევ. რა გამოვა, აი მითხარით, რამდენჯერ უნდა შევიდნენ და გამოვიდნენ იარო ნაკეთიკი და ეს ვერ გავიგე. დიდი მადლობა ზარისთვის, გასაწყვეტი ერი ჩვენ ნამდვილად არ ვართ, უბრალოდ თავარი ის არის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და ვინც ყოველივე ამას აკეთებდნენ, ის პიროვნებები კანონით იქნენ დასჯილი. ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, კრიმინალების ჯგუფი, რომლებმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელში ჩაიგდო ჩვენი ქვეყანა და გააწამა ქართველი ხალხი და გააწამა საქართველო. ჩვენ საუბრობთ ძალიან ვიწრო ჯგუფზე, ადამიანების ვიწრო ჯგუფზე და ნამდვილად არ ვრცელდება ეს ქართველერზე ამ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობა. ღმერთთან უკნას, რომ
ასეთები ვიყოთ ქართველები, ნამდვილად არა ვართ ასეთები, როგორიც იყო ბაჩო და არის ბაჩო ახალაია. ალბათონო ერმა დღეს ასე ვთქვათ ხდება ის, რომ სააკაშვილი, ვანო მერაბეშვილი ყოველ დღე გვემრისხანებიან ტელეეკრანებიდან, ამბობენ რომ თითქოს სამშობლო უყვართ და ერთგვარად ცდილობდნენ ისევ წინ წამოიწიოს მათი პოლიტიკური წამოწიონ თავიანთი პოლიტიკური ძალა. სააკაშვილიც დღეს შედარებით კეთილი გახდა, შედარებით კარგად არის განწყობილი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის მიმართ წინა წლებთან შედარებით. რა ცდილობენ ისინი და მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი კვლავ ხელისუფლების სათავეშია. ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ადამიანები, როდესაც ახალი ხელისუფლება სულაც არ არის მონდომებული, რომ ისინი მთავარი პრეტენზია, რაც ახალ ხელისუფლებასთან აქვს საზოგადოებასაც და მაქვს მე, როგორც ამ საზოგადოების ერთ-ერთ რიგით წევრს, არის ის, რომ არ სრულდება მართლმსაჯულება და არის სამართლის დეფიციტი და სამართლიანობის დეფიციტი. დაუშვებელია, მე ვეთანხმები ჩვენს ტელემაყურებელს, რომ იყოს ამდენი მოწმე, იყოს ამდენი ჩვენება, იყოს ამდენი საქმე და ეხა ბატონი გოდერძი პრაქტიკულად თავს წირავს და მასაც ყავს ოჯახი და ისიც გამოდის და მას არ უთხოვია, რომ სახე დაგვეფარა მისი, გამოდის ეს ადამიანი და ამბობს, რომ მზად ვარ მოგცეთ ჩვენება. მაშინ როდესაც სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია. და ეს ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტოვებ იმედს, რომ მოხდება მისი როგორც მოწმის დაკითხვა, მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ჩვენ იმიტომ წირავთ თავს პრაქტიკულად, ვინც ვიძიებთ ასეთ საქმეებს, ვინც გამოდის და ამხელს დამნაშავეებს, რომ მოხდეს მათი დასჯა. თუ დასჯა არ მოხდა ამ დამნაშავეების, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? აბსოლუტურად სწორია და ლოგიკური შეკითხვა, რომელსაც ტელემაყურებელი სვავს. ჩვენმა საზოგადოებამ თავარი რა მოთხოვნა რაც უნდა დააყენოს ახალი ხელისუფლების წინაშე არის ის, რომ დაასაჯოს ყველა დამნაშავე. არ მოხდეს ისე, რომ გირაოთი გაათავისუფლონ ციხის ჯალათები წინა კვირაში რაც მოხდა მაგალითად. დაუშვებელია ასეთი რამ. და სხვათა შორის ამ დამნაშავეებში მე მარტო რიგით ჯალათებს არ მოვიაზრებ. მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში მიდიოდა ეს კადრები. წეღან რაზეც საუბრობდა ჩვენი რესპონდენტი. ბაჩო ახალაია და მიხეილ სააკაშვილი, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი და ბევრი მოწმე დაადებს ამაზე ხელს, ორივეს უყურებდნენ ამ კადრებს და განიცდიდნენ სიამოვნებას. ჩვენი ერის ერთგვარი თვისება არის ის, რომ მალე გვავიწყდება ის, რასაც ვხედავთ. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, სასულიერო პირები აქციებს მართავდნენ, მაგრამ დღეს უკვე ასე ვთქვათ, მინელდა ეს მუხტი და იმდენად აქტიური აღარ არის საზოგადოება. ჩვენ ვაჩვენეთ ის თუ რა ხდებოდა საქართველოს გულაგებში და საქართველოს ციხეებში. დღეს ჩემი როგორც ჟურნალისტის და ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ მივაღწიოთ დამნაშავეების დასჯას. და სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომ საჯაროდ ვაქვეყნებთ ჩვენ ამ ინტერვიუს და საჯაროდ მოვითხოვთ ახალი ხელისუფლებისაგან იყოს რეაგირება. იყოს რეაგირება კონკრეტულად დავით საყვარელიძესთან მიმართებაში, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. გამოიძიონ საქმე მეგის ქარდავასთან მიმართებაში. ოლეგ ფაცაცია ასევე დაუმძიმონ ეს ბრალი, ბაჩო ახალაია აღძრან ახალი საქმე და დატოვონ ციხეში და არა ისე, რომ 28 თებერვალს გაათავისუფლონ და გირაოთი გარეთ გამოუშვან. და მე წინა გადაცემაში ვთქვი ამ რამდენიმე დღის წინ, ჩემთვის, ჩემი და ახალი ხელისუფლების ურთიერთობის ფარგლებში ზღვარი გადის ბაჩო ახალაიას გათავისუფლების თემაზე. მე გავხდები ამ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში თუ ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას დაუშვებენ და ამას ვამბობ აი ძალიან ღიად და საჯაროდ და მე ამასთანავე ვიტოვებ იმედს რომ პროკურატურაც შინაგან საქმეთა სამინისტროც იუსტიციის სამინისტროც შეძლებს კოორდინირებულად მუშაობას და ყველაფერს ნუ დააბრალებენ სასამართლოს რომელიც თურმე სააკაშვილის მიერ კონტროლდება და უშვებს დანაშაულში ეჭმიტანილებს, მათ უნდა გამოძებნონ რესურსი, რომ დამნაშავეები დარჩნენ ციხეში. Skype-ით რადიო მსმენელი თუ ტელემაყურებელი გვიკავშირდება, მოგესალმებით, მოკლედ ბრძანა შეიძლება. დიახ. ილია შვილო, რადო გავამირთეთ? რადო გამომიტეთ, წეგან სუსხვა რამეს ვამბობდი და სუსხვა რამეთ გაიგო ხალხმა. არ გამოგვიქალ ბატონო ტექნიკური პრობლემა გაითიშა, ამიტომ შეგიძლიათ ახლა თქვათ
ის რისი აი მე წინა რას მომოდი რა ის კალი გამოვიდა და კიდევ გამლანსხა კიდევაც რა ივან ვერ გაიგო მე რას რისკს მინდა ჩვენ არ გაგვიტიშავს მე იმას ვამბობ მე იმას ის მიმართე რომ აი რასაც აკეთებთ ყველაფერი კარგია მაგრამ ჯერა ესა პროკურორს მე არ მგონია პროკურორი იყოს ესა პროკურორის იგივე რაც ნაციონალები არიან არა შეიძლება იგივე რა გამკეთებელი არ არის არც პროკურორია გამკეთებელი არც პარლამენტი და არ ჩვენი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე კაცო რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს კაცი მაგრამ სუსტია არ შეუძლია მაგას მართვა მithumenes ასეთ პერიოდში აი რას მინდოდა მე თქვა და იმ ხალმა გამლანძღა იმდენ გამლანძღა ეგონა გასაგებია ბატონო ძალიან მიხარია რომ თქვენ შეძელით კიდევ ერთხელ შემოსულიყავით ეთერში და თქვენი პოზიცია დაგეფიქსირებინათ 2-388-105 ეს არის პირდაპირ ეთერში ჩვენი ტელეფონის ნომერი დღეს ობიექტივის ეთერში ჩვენ ვაჩვენებთ ძალიან მნიშვნელოვან ინტერვიუს 5 წუთში ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი სრულდება და სოციალური რეკლამების შემდეგ ჩვენ კვლავ შემოვალთ მე და ილია ეთერში და განვაგრძობთ საუბარს სხვა ეპიზოდი გვინდა კიდევ გაჩვენოთ და მე ვფიქრობ იმდენი ზარია და ისეთი დიდია ტელემაყურებლის ინტერესი შეიძლება გავიმეოროთ კიდევ ის წინა ეპიზოდებიც და ვიმსჯელებთ ისევ ამ თემას. არსებობს სახელი და გვარების ჩამონათვალი. დაწვრილებით გაქვთ თქვენ ინფორმაცია თუ ვინ იყვნენ თუნდაც ის პატიმრები და ციხის თანამშრომლები, რომლებიც ყოველივე ამაში მონაწილეობდნენ. რესპონდენტი გოდერძი ჯოლოყავა კი ბატონო ყვება ბაჩუახალაიაზე, იქ დავით საყვარელიძეზე და მეგის ქარდავაზე, მაგრამ სხვა რიგითი შემსრულებლების ვინაობაც არსებობს. აპირებთ თუ არა ის გაასაჯაროოთ თუ პროკურატურას უნდა გადასცეთ პირდაპირ. მე მინდა ეს ტექნოლოგიაც გავხსნა. ყოველდღიურად ჩემთან მოდის ათობით პატიმრის წერილი, რომლებიც იხსენებენ ძველ მდგომარეობას ციხეებში და ესენი არიან პრაქტიკულად ცოცხალი მოწმეები და მზად არიან რომ პროკურატურას ჩვენება მიცენ, ვინ აწამებდა მათ, რა ფორმებით აწამებდა, მაგრამ მე ამ საქმეებს არ ვასაჯაროებ მანამდე ვიდრე საქმის კურსი არ ჩავაყენებ პროკურატურასაც, იუსტიციის სამინისტროსაც, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ამ საგამოძიებო ორგანოებთან და ვეხმარებით უბრალოდ მათ და ვაწვდით ამ ინფორმაციას, მაგრამ როცა ვხედავ, რომ რეაქცია იგვიანებს და ამასობაში საუბარი მიდის იმაზე, რომ თურმე ბაჩუახალაია უნდა გაათავისუფლონ, მე რა თქმა უნდა საზოგადოებას ღიად ვაჩვენებ ასეთ ინტერვიუებს და ჩვენ საჯაროდ მივმართავთ ახლა საქართველოს მთავარ პროკურატურასაც და იუსტიციის სამინისტროსაც რომ უახლოეს დღეებში, უახლოეს საათებში ასე ვიტყოდი მოხდეს აი ამ მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება, რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ დავბრუნდებით ეთერში და ვაჩვენებთ სკანდალური ინტერვიუს კიდევ ერთ ფრაგმენტს, რომელიც ირმა ინაშვილმა ჩაწერა, რესპონდენტი გახლავთ ყოფილი პატიმარი, გოდერძი ჯოლოყავა, იგი ყვება ბაჩუახალაიას დანაშაულებრივ ქმედებებზე, აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ყოფილი პროკურორის და ამჟამინდელი დეპუტატის დავით საყვარელიძის ანალოგიურად დანაშაულ ქმედებებზე. დავბრუნდებით მალე მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ხოლო გადაცემის სტუმარი გახლავთ მედია კავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.